ქართული გალობის, ქართული ჩვენი უნიკალური მრავალხმიანობის პოლიფონიის მორიგი საერთაშორისო წარმატება ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, რომელიც 1300 წლიდან აღინიშნებოდა 25 წელიწადში ერთხელ ზეიმობენ იტალიაში ქართული გუნდების კონცერტები დიდი წარმატებით გაიმართა. ჩვენ მქონდა საშუალება დავსწრებოდით ამ კონცერტებს, ვიტყვი რომ 21 ნოემბერს მთავარანგელოზობას რომის პანთეონში ამ რაღაცა არქიტექტურის და კულტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ძეგლში გორის ქალთა გუნდის წინვალი კონცერტი, ხოლო 23 ნოემბერს საპატრიარქო გუნდმა სანტა მარია მაჯორის ამ უნიკალურ ტაძარში გამართა კონცერტი და შემდგომ უკვე 25-ში ფლორენციაში და უფრო მეც მოგიყვებით ჩვენი სიუჟეტით. ევროპის შუაგულში, რომში, სანტა მარია მაჯორის ბაზილიკაში ქართული პოლიფონიური გალობა, ხალხური მრავალხმიანობა, საგუნდო ნაწარმოებები და პატრიარქის ავე მარია პირველად გაჟღერდა. საღამო იუბილე 2025-ის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 25 წელიწადში ერთხელ ტარდება და 1300 წლიდან აღინიშნება. საიუბილეო ღონისძიებებში საქართველოსდან მონაწილეობდნენ გორის ქალთა გუნდი და ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის სახელმწიფო კამერული გუნდი, ასევე მოწვეული სოლისტები იანო ალიბეგაშვილი და ზვიად ბოლქვაძე. ქართული მრავალხმიანობა იმ ისტორიულ ტაძრებში გაჟღერდა, რომლებიც იტალიური კულტურისა და არქიტექტურის უნიკალურობას ყველაზე თვალსაჩინოდ ასახავენ. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, ვატიკანში საქართველოს საელჩოსა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და ორგანიზებით განხორციელდა. საოცარი საღამო იყო სანტა მარია მაჯორეში, მე ვარ ბედნიერი დღეს იმ ხელოვანთა სახელით მადლობა ყველა ჩვენ წინაპარს, ვინც ეს სიმდიდრე შექმნა და დაგვიტოვა. დღეს წარმოდგენილი იყო ქართული გალობა, ქართული ტრადიციული, ანუ ფოლკლორული მუსიკა, წარმოდგენილი იყო ჩვენი პროფესიული მუსიკა, ანუ ჩვენი ყველაზე დიდი საგანძური, რაც არის ჩვენი კომპოზიტორები, ჩვენი თანამედროვე მუსიკა და ჩვენი უწმინდესის ავე მარიით დასრულდა ეს ყველაფერი. ეს არის რაღაცნაირად ამაღელვებელზე ზემოთ გეგონება კოსმიურად, როგორც ჩაკრულო დღეს შესულდა, რომელიც კოსმოსშია გაშვებული დიდი ხანია. ესე ამაღლებულად იყო ქართული ხელოვნება წარმოდგენილი. საქართველოს უსურვებ, რომ სულ ასეთი დიდებით და ასეთი აღფრთოვანებით ნამდვილად ინტეგრირებულები ვიყოთ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ეს გამოგვდის, ეს ის საქმეა, რომელიც ქართველმა ადამიანმა იცის ყველაზე კარგად, შუაგულ ევროპიდან, მსოფლიოს კულტურული ცენტრიდან, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ჩვენთვის სამშობლოს მოწყვეტილი ადამიანებისათვის ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი ანებს ვხედავთ, ჩვენ კულტურას ვაცნოთ, მე გვერდით მესხდნენ სხვათაშორის იტალიელები და ვუსნიდი მათ, ვისი სიმღერა იყო, რა სიმღეროდნენ, რის შესახებ. ჩემ წინ ახალგაზრდა გოგონები ისხდნენ, 5 წელია ვარ, ბავში ვერ გავაჩერეთ ტირილი. მე მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია, თუ რა მნიშვნელობა აქვს ემიგრანტისთვის ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს. ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარ, ესეთი ხმები რო გავიგეთ და ესეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება რო ტარდება მნიშვნელოვან ადგილას პანთეონში, სანტა მარია მაჯორის ეკლესიაში და ძალიან ბედნიერები ვარ და უღრმესი მადლობა ყველას თითოეულ წევრს. საპატრიარქო გუნდმა იტალიაში მოგზაურობის ფარგლებში ფლორენციის ქართული სამრევლოს წინამძღვრის არქიმანდრიტ ანდრიას ხელშეწყობით სან ლორენცოს ისტორიულ ბაზილიკაში ქართველი და იტალიელი მსმენელისთვის კიდევ ერთი კონცერტი გამართა. სამების საპატრიარქო ტაძრის სახელმწიფო კამერული გუნდი ბოლო რეპეტიციას გადის, სულ მალე ისინი მაყურებლის წინაშე ქართული საგალობლებით და ქართული მრავალხმიანი მუსიკით წარსდგებიან.
გუნდმა უნიკალურ ქართულ საგალობლებსა და ხალხურ მრავალხმიანობასთან ერთად იოსებ კაჭაყმაძის, გია ყანჩელისა და ზვიად ბოლქვაძის საგუნდო ნაწარმოებები წარმოადგენეს. ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი პატრიარქის ავე მარია და რომ არა პატრიარქის და პაპ ფრანცისკეს მეგობრობა და პაპ ფრანცისკეს მიერ დანახული პატრიარქი მე ჩვენ ყველას გვახსოვს რომ მან თქვა რომ მე ჩამოვედი საქართველოში და ვნახე ღვთისკაციო და ამ სიყვარულმა გახსნა ეს გზა და ჩვენმა სასულიერო პირებმა გახსნეს ეს გზა მამა ანდრიას მიმართ აქ არის უდიდესი სიყვარული მამა იონესი ჩვენი მეუფეების მეუფე ა ブラ ამი ყველასი და ეს რა თქმა უნდა არ იქნებოდა რომ არა კულტურის სამინისტროს ხარდაჭერა მინისტრის თინათინ ლუხაძის და რომ არა ჩვენი საელჩოები და ეს არ იქნებოდა რომ არა ჩვენი წინაპრები რომლებმაც შექმნეს ჩვენი ეს საოცარი საგალობლები და სიმღერები და ეს არ იქნებოდა რომ არა ჩვენი მასწავლებლები უძირფასესი ლია სალაყაია, შალვა მოსიძე, ანზორ ერქომაიშვილი, ყველანი ჩვენი კონსერვატორიის პედაგოგები, ხალხური სიმღერის მასწავლებლები და მე ვარ ძალიან მადლიერი უბრალოდ, იმიტომ რომ აი ამ ტაძარში რომელშიც დაიწყო რენესანსი შეიძლება ითქვას და აქ არიან მედიჩების განსასვენებელი, აქ არის მიქელანჯელოს შედევრი, მედიჩების კაპელა და აქ ქართული რენესანსული მრავალხმიანობა, ვეფხისტყაოსნით გაჟღენთილი ჩვენი ვეფხისტყაოსნის სულიერებით და პირველ რიგში რა თქმა უნდა სახარების სულიერებით აღსავსე ჩვენი მრავალხმიანობა და ჩვენი ქართული სიმღერა და გალობა და კომპოზიტორების მუსიკა გაჟღერდა და უბრალოდ მინდა მადლობა უთხრა ყველას ვინც ჩამოვთვალე. სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი წარმატებით წარსდგა იტალიელი და ქართველი მსვენელის წინაშე ქალაქ რომში, წმინდა მარიამის ტაძარში და შემდეგ წმინდა ლორენცოს ტაძარში ფლორენციაში. ეს იყო საოცარი კონცერტები. ჩვენ კარგად გვახსოვს და ხალხს საზოგადოებას, როდესაც ჩვენ ვატიკანში საოცარი კონცერტი გამომართეთ და ეს არის εμის გამოძახილი ზუსტად ვფიქრობ რომ ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა როგორც წინაზე ასევე ეხლა ამ ჯერზე საოცარი კონცერტი გამართა რომში მართლა ეს არის ისტორიული შემთხვევა როდესაც ამ ტაძარში სადაც ჩვენ ქონდა კონცერტი ქართული მრავალხმიანობა გაჟღერდა ქართული პროფესიული მუსიკა ესწრებოდნენ როგორც ვატიკანის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჩვენი მინისტრები, კულტურის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ესეც ძენდა ამ კონცერტს და შეძინა დიდი მნიშვნელობა, ეროვნული მნიშვნელობის კონცერტები ჰქონდა და ფლორენციაში იყო ძალიან თბილი კონცერტი, ძალიან ბევრი ქართველი ესწრებოდა, ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ და ჩვენთვისაც ძალიან ემოციური დღე იყო და ვფიქრობ ქართულმა პროფესიულმა მუსიკამ, ქართულმა მრავალხმიანობამ კიდევ ერთი წარმატება მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს კულტურას და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ყველაფერში ჩართული იყო. ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა დღეს ფლორენციაში 25 ნოემბერს სან ლორენცოს ბაზილიკაში ამ ულამაზეს ტაძარში, ამ ულამაზეს ქალაქში ჩვენმა საპატრიარქო გუნდმა და ბასიანმა, ანსამბლ ბასიანმა წარმოადგინეს ეს უნიკალური ქართული საგალობლები და ქართული ხალხური მრავალხმიანობა. ამ ღონისძიებას ესწრებოდა ძალიან ბევრი ქართველი, ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც მობრძანდნენ და აღივსენ აი ძალიან დიდი სიხარულით ყველას თვალებში იგრძნობოდა აი ძალიან დიდი სიხარული და დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ჩვენი საპატრიარქო გუნდს, მის ხელმძღვანელს სიმონ ჯანგულაშვილს და გიორგი დონაძეს, ზვიად ბოლქვაძეს, იმ ადამიანებს, ვიცის შრომის ნაყოფიც არის ეს ყველაფერი. ეს კონცერტები
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ქართული კულტურის და ქართული მუსიკალური გემოვნების პოპულარიზებისა და გავრცობისათვის და განსაკუთრებით პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩვენი თანამემამულეებისათვის, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ჩვენი ემიგრანტებისათვის, რომელთათვისაც მშობლიურ კულტურასთან შეხება განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია და ამით ისინი ინარჩუნებენ თვითყოფადობას და რა თქმა უნდა ყოველი ქართველისთვის ესაა საამაყო, როდესაც წარმოვაჩენთ ჩვენს იმ მაღალი დონის კულტურას, რომელსაც ქართული მუსიკა და ქართული მრავალხმიანობა ქვია. ეს იყო ულამაზესი საღამო. მიუხედავად იმისა, რომ მე სიტყვები არ მესმოდა, ამ მუსიკამ და გუნდის ვირტუოზულმა შესრულებამ გულამდე მოაღწია. სიტყვების გაგება არც იყო საჭირო. ეს იყო მუსიკა, რომელიც ცას და დედამიწას შორის შემაერთებელ რგოლად იქცა. სხვათა შორის ამ ეკლესიაში სხვა გუნდებს არ ვაძლევს სიმღერის უფლებას, მხოლოდ თქვენთვის, ქართველებისთვის დავუშვი გამონაკლისი. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ძალიან ძლიერი სიტყვა ითქვა ჩვენი ქართული კულტურის წარმოჩენის, ღირსეულად წარმოჩენის საქმეში. აქ ამ ისტორიულ ბაზილიკაში შესრულდა ლილე, შესრულდა შემოქმედურა, ჩაკრულო, ასევე ჩვენი ძვირფასი ქართული ტრადიციული საგალობლები და ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ამ გუნდის ხელმძღვანელების მიმართ, სიმონ ჯანგულაშვილის, გიორგი დონაძის მიმართ, რომლებიც უკვე 10 წლეულებია ესე ღირსეულად და მუხლჩაუხლილად ემსახურებიან ჩვენს კულტურას, ჩვენს ტრადიციულ ხელოვნებას. ასევე რომში ჩატარებული კონცერტი, ფლორენციაში ჩატარებული კონცერტები, ეს არის ისტორიული გზა და ისტორიული ვიზიტი, შეიძლება ითქვას, ვინაიდან ამ ტაძრებში არასდროს ქართული ხალხური სიმღერა არ გაჟღერებულა და ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო კულტურის სამინისტროს მიმართ, ასევე ყველა იმ სახელმწიფო ორგანიზაციის მიმართ, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ ღონისძიების ორგანიზების საკითხში და მხარდაჭერის საკითხში და ასევე განსაკუთრებით მინდა აღინიშნოს რომში სანტა-მარია მაჟორის ბაზილიკაში ჩატარებული კონცერტი, სადაც ასევე პრემიერ-მინისტრი დაესწრო, მთავრობის წევრები დაესწრნენ. მე მინდა ბატონ პრემიერს დიდი მადლობა გადაუხადო მობრძანებისთვის და ჩვენი გუნდის დაფასებისთვის და ქართული კულტურის დაფასებისთვის. ასევე ესწრებოდა არაერთი საპატიო სტუმარი, როგორც ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენლები, ასევე ელჩები და სხვა საპატიო სტუმრები და ეს არის ის კონცერტები, რომლებიც რჩება ჩვენი კულტურის ისტორიას. დღეს და წინა კონცერტზეც ორმაგად რაღაც ბედნიერი ვარ, იცით რა, აი ეს სიყვარული რაც ახლა მივიღე ჩვენ საზოგადოებისგან, არა მარტო ქართველი ემიგრანტებისგან. აი ერთი იტალიელი, რომელიც მესაუბრებოდა, მუსიკას საზღვრები არ აქვს. ყველაფერი გაიგო ამ კაცმა, ყველა ბგერა, ყველა სიღრმე გაიგო. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველაზე დიდი მონოპოლია ჩვენი ქვეყნისთვის ეს საოცარი ხმები, საოცარი გუნდი, საოცარი ხელმძღვანელები, სვიმონი, გიორგი. მართლა ძალიან დიდი შრომაა ჩვენს თვალწინ ჩადებული, უკვე 20 წელზე მეტია. რა უნდა იყოს ამას დიდი ბედნიერება, რომ ამ ფორმით, ამ კუთხით ასე გავაცნოთ მთელ მსოფლიოს თავი. დღეები, რომელიც ისტორიაში შევა როგორც ქართული კულტურის კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება და აღიარება, დამსწრე საზოგადოებისთვის დაუვიწყარი მოგონება აღმოჩნდა. მთავარ მიზანს კი ქვეყნებს შორის კულტურული და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცება წარმოადგენს.